მოგესალმებით, დღეს მინდა გესაუბრო ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაგებობაზე, რომელიც მდებარეობს სტამბოლის ისტორიულ უბანში, სულთან აჰმედის რაიონში, აია სოფიას სიახლოვეს და ეს გახლავთ ბაზილიკა ცისტერნა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგად შემონახული უძველესი წყალსაცავია. 2013 წელს მხოლოდ თოფქაფის სასახლის ქვეშ 40-მდე ცისტერნა აღმოაჩინეს. წყალსაცავის სასმელი წყლის შესანახად გამოიყენებოდა. წყლის მიწოდება წყლის მილსადენებისა და აკვედუკების მეშვეობით ხდებოდა. მშენებლობა იმპერატორ კონსტანტინე I-ის მმართველობის პერიოდში დაიწყო და 532 წელს იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში დასრულდა. მშენებლობისას სულ 326 სვეტი გამოიყენეს. 12 რიგიდან თითოში 28 სვეტია განთავსებული, ისინი ერთმანეთისგან მასალის დამუშავებითა და ხარისხით განსხვავდება. საინტერესოა, რამ განაპირობა ამგვარი განსხვავების არსებობა. საქმე იმაშია, რომ ცისტერნას მშენებლობისას ანტიკური ტაძრებიდან მოტანილი მასალა გამოიყენეს. ამიტომ არის, რომ სვეტებსა თუ სვეტის თავებს შორის, ანუ კაპიტელებს შორის განსხვავება ასე აშკარად იკითხება.